ცხოვრება კარვებში სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც დღემდე მხოლოდ მოქალაქეების ხელშეწყობით არსებობს. მეცხრე არხი დაინტერესდა, რატომ არ ზრუნავენ ალექსანდრეს ბაღში მცხოვრებნი უსაფრებზე. საუბარია მოხალისეების მიერ რამდენიმე კვირის წინ გახსნილ დროებით თავშესაფრებზე, სადაც უსახლკაროები ღამეს ათენებენ. მოლოდინის მიუხედავად დღემდე ბაღის ახალი ბინადრების მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა. მეტი მაღლდან იყურება და არავის არ შეერჩება. ეს ყველა მითოდეს. 79 წლის ზაურ ხადური ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პატრულმა კარავში მიიყვანა. ცხინვალიდან დევნილი უსინათლო მოხუცი ეტლზაა მიჯაჭვული. ახლა მას კარავში მცხოვრები ადამიანები უვლიან. ზაურ ხადურისთვის კარავი ერთადერთი თავშესაფარია. თუ შენ სახლში არ ახლა და შენ საკუთარში ძნელია ცხოვრება, ხო იცით რომ იქა გულით არაფერი არ იქნება წესი. ალექსანდრეს ბაღში გაშლილ კარავში უკვე რამდენიმე კვირაა მოხალისეებს უსახლკაროთათვის საკვები, შეშა და ტანსაცმელი მიაქვთ. თითოეული ადამიანის გამოჩენას აქ დიდი სიხარულით ხვდებიან. დედაქალაქის ცენტრში სამოქალაქო ინიციატივით განთავსებული კარავი 19 უსახლკაროს მუდმივ თავშესაფრად იქცა. უცხო კაცი შემოვიდა, მოგვიტანა წამლები. უნდა მოგვიტანოს დღეს კიდე ფეჩი. თავის ხარჯით. ისიც სესხულობს. ვის ესხეო, მეტი აღარ დამჩაო. აი ესეთ ადამიანს როგორ ამესე პატევი და მადლობა როგორ მოუხადო ღვთის წინაშე. კარავში მცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. რამდენიმე მათგანს ფილტვების მწვავე ანთება აქვს. წამლებს ექიმის დანიშნულების გარეშე სვამენ. მათ ძირითადად სძინავთ. კამერებს გაურბიან, რადგან არ სურთ ნაცნობებმა ნახონ. მე არ ზემენახები ასეთ შვილებს და შვილებს. აი შეიძლება გამარჯვებას არ მიცხოვრო, ასე არ გამივიდა და არ გუნდდა იყო მომენტი. დრო ახლა ჩამივარდა ასეც აქ. იმათ თვითონ შეეხატრება ჩემი. კარვის გაშლის ერთ-ერთი ინიციატორი დაჩი ცაგურია ამბობს, რომ თბილისის მერიასა და მთავრობას სოციალურად დაუცველთა თავშესაფრის გაკეთების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. მე მესმის, რომ ეს არის მერიის პროექტი და მერიას ეხება და ეს მუნიციპალური პროექტი უნდა იყოს წესით და როგორც საბავშვო ბაღები გვაქვს ჩვენს ქალაქში, როგორც სკოლები, ისევე უნდა ქონდეს თავშესაფარიც ადამიანებისთვის, რომლებიც ღამე ქუჩაში რჩებიან. და ამას გასაგებია, რომ მერია არ აკეთებს, მაგრამ მე მგონი ეს შეუძლია გააკეთოს მთავრობამაც. მთავრობასაც აქვს ამის უფლება ალბათ, ხო, რომ ეს გააკეთო. ყოველ შემთხვევაში მე მგონი ვერავინ ვერ დაუშლის მათ ამას. კარვის ბინადრები ყველაზე მეტად იმ პოლიტიკოსებს ელოდებიან, რომლებიც მათ ძირითად პრობლემას გადაჭრიან და თავშესაფარს მისცემენ.